ერთ საათში მისაღები ოთახი ყვავილებით იყოს მორთული. რას ქვია დაგაგვიანდებათ? გთხოვთ დააჩქარეთ. გოგონებო, გამარჯობა. მოდით ყველამ ერთად ფოტო გადავიღოთ. როგორ ხართ? პროცესი როგორ მიდის? ყველაფერი რიგზეა. ძალიან კარგი. აისელ, კაბა აგდადე. ფრთხილად არ დაიგუჯოს. დევაჰანიმ, თქვენ როგორ გუნებაზე ხართ? კარგად ვარ. რა გჭირთ? რა დაგემართოთ? იცით, ჩემი საქმრო სახლობელი საავადმყოფოში მოხდა. ჩამოსვლა ვერ მოასწრო. წუხვარ. მისაღებში ჩავალ. თუ რამე დაგჭირდებათ, აქვე ვიქნები. კარგი. გმადლობთ. დევა, მამამ დარეკა? არა, არ დაურეკავს. რომელი საათია? მერთი აქამდე სად არის? შვილო ამ საღამოს მართლა ხელმოწერის ცერემონია გაიმართება? ხო, ასეა. ცოტა ხანში ვეფა მოვა. ექიმს ვესაუბრე. გულენდამ სახლში გაწერენ. კომპანია მოვა და ყველაფერს ისინი უზრუნველყოფენ, დეკორაცია იქნება ეს თუ საკვები. არ ვიცი რა გითხრა. ასე სწრაფად დაქორწინება ვის გაუგია? გამოჯამრთელებული იყო. პალატაში მჯდომ უსინდისოს არ ვენდობი დედა. თავს ისედაც ძლივს ვიკავებ. ნებისმიერ დროს შეიძლება აორთქლდეს. ამ საღამოს დაქორწინდებიან. შენ გულენდამი მოამზადე. ძმაო, გულენდამის დასაყვანად მოვედი, მზად არის? ემზადებიან. წავალ, ხელმოწერის ცერემონიალის საკითხს მოვაგვარებ. ძმაო, ცოტა ხომ არ ვჩქარობთ. უნდა ვიჩქაროთ, სხვა რა გზა გვაქვს. ხომ დაინახე გოგო როგორი ბედნიერი იყო. ჩემმა საბრალოდამ ძლივს გაიხარა. ისეთი გაღიმებული პირველად დავინახე. ხო მართლა, იმ გოგოს მამასთან დაკავშირებით რამე გაარკვიე? არ გეწყინოს, დამავიწყდა ძმაო. გუშინ გავიგე და გისმენ, მითხარი რა გაიგე. მამამისი თავდები ყოფილა კაცის, რომელსაც ჩვენი ვალი აქვს. ზექი კაპთანჯის თავდები ყოფილა, იმ კაცმა ვალი თავის დროზე ვერ გადაიხადა. მოსალაპარაკებლად ბიჭები გავგზავნე, მერე მივიდნენ და სახლი დაკეტილი დახვდათ, ატელიეს დაკეტილი დახვდათ. როგორ, გაუჩინარდა? მეზობლებისთვის უკითხავთ, 2 დღის წინ ქალაქში ყოფილა, გუშინ დილით მანქანაში თავისი ნივთები ჩაულაგებია და წასულა. გაქცეულა. უფალის სწორ გზას მაჩვენებს. რას ამბობ ძმაო? ბრმამ უფალს ცალი თვალის თხოვა, მან კი ორივე მისცაო. მოვალე თუ გაიქცა, თავდები ხომ აქ არის? წადი და მომიყვანე. ახლავე მეთქი. ძმაო, დღეს დატვირთული დღე გვაქვს. დღეს მეთქი ვეფა. დღეს მომიყვანე. გოგოს 3 დღე მივეცი. დღეს ვადაიწურება, ის კაცი ამ საღამოს ჩვენთან იქნება. არ ამგონია ის გოგო მოვიდეს, ძმაო. დღეს ქორწილი ჰქონია, თხოვდება.
ცოლადვის მიყვება. არ ვიცი, თუ გაინტერესებს, ახლა ვეგავიგებ. საჭირო არ არის. ნუ გაიგებ. რადგან ქორწილი არ გაიმართება. Nerede bu ya? სად არის? Deva tamam. დამშვიდი დევა, მამა გზაშია, მოდის. არაფერი ისმის? არა, ფიქრობ სულ ტყუილად ვხელავთ. დაძაბულები ნუ ვართ. ცოტა ხანში ეს კარი გაიღება და მერთი შემოვა. Ne oldu baba? რა ხდება, მამა? სად ყოფილა? შვილო, რეგისტრატურაში გამოიძახეს. გუშინ საავადმყოფოში შესული ყველა პაციენტის ვინაობა გავარკვიე. სახლში მივედი, დაკეტილია, ბიუროში მივედი, მეგობრებს ვესაუბრე, არავინ არაფერი იცის. Sonra evinize gittim. არ ვიცი. Büroya gittim. Arkadaşlarıyla konuştum. ყველას ვესაუბრე, მაგრამ Başına ესე იგი რაღაც შეემთხვა. რაღაც მოხდა. yani o beni ვიცნობ, habersiz bırakmaz. ასე არ დამტოვებდა. Kesin başına. რაღაც შეემთხვა. Hayır. ასე დროს მარტო არ დამტოვებდა. ხო მართალი ვარ. დამშვიდი, დევა, დამშვიდი. Başına bir şey geldi. აშკარად რაღაც მოხდა. ასეთ ვითარებაში მარტო არ დამტოვებდა. დარწმუნებული ვარ. კარგად იქნება ყველაფერი და მშვიდი. ცოტა ხანში მოვა. არაფერი შეემთხვევა. მამა, Armağan annen nerede? არ მაღან. დედა შენი სად არის? დედა ჩემი აქ მოდიოდა, მაგრამ არ დამინეხავს, ალბათ ისევ გზაშია და სადაცაა მოვა. მეც დავურეკე და არ მეპასუხა. გავალ, გარეთ დაველოდები. Dışarıda bekleyeyim. ზაფერ ჰანიმს ბევრი ნაცნობი ხავს. დამშვიდი დევა. ნუ გიშინია, ყველაფერი კარგად იქნება. მერთი მოვა. Hey Allah. ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს. ზაფერ ჰანიმიც მოვიდა. დილით გულჯემალის წარმომადგენლები ზექის ოფისში მივიდნენ. ცუდად არ გამიგოთ, ხალბატონო, არ მინდა თქვენ საქმეში ჩავერიო, მაგრამ გეტყვით, რომ ჰალილ იბრაჰიმის შარში გაგხვევთ. იმედია საბრალო კაცს არაფერს დაუშავებენ. ხანდახან ლაზიერი უნდა გაიმედო იმისთვის, რომ ჭადრაკში გაიმარჯვო. მე გამარჯვება მინდა. მარცხნივ შეუხვიე. ხალბატონო, დევა ჰანიმის ქორწილში არ მივდივართ? ქორწილი არ გაიმართება. მარცხნივ. Yok. არა, ისევ არ პასუხობს. არის რამე სიახლე? არა, Salonda oldu. სალონი ხალხით გაივსო. კერძები ნელ-ნელა მიაქვთ. სტუმრებს ასე მაინც შევიყოლიებთ. დევა, როგორ მოვიქცეთ, რამე მოვიფიქროთ. გავიდეთ და კომენტარი გავაკეთოთ. უთხრათ, რომ ქორწილი გაუქმდა. უხერხულია. დედა ჩემიც არ მოსულა. Ne yapacağız? Ne oluyor şu an ya? აბა როგორ მოვიქცეთ? Bilmiyorum. არ ვიცი. Ne yapacağım? მართლა არ ვიცი რა ვქნა. Bilmiyorum. შემომხედე. დამშვიდდი. Buyurun. გისმენთ? დევა ჰანიმს რაღაც უნდა გადავცე. მობრძანდით. ინებეთ? ჩანდება დევა. Adam bir şey yaptı kesin. მგონი იმ კაცმა დაუშავა რაღაც. რა ხდება, ვინ კაცი? მამა შენი თუ არ იქნება, კამარს წელზე ვინ შემოგარტყამს?
Babam. მამა ჩემი? Ne oldu? რა რა ხდება? Sen kim? შენ ვინ ხარ? Babama almış. მამა ამავად მყოფს ყავს. Ne diyorsun Deva? რას ამბობ დევა? Ne demek babama? რას ქვია მამა მას ყავს? Ben gidiyorum. მივდივარ. მოიცადე. მოდი აქ. რაღაც უნდა მოვიფიქროთ გესმის? ახლავე ვერ წახვალ. ჯერ რაღაც უნდა გავარკვიოთ. მამა მათ ყავთ. კარგი ვიცი. პოლიციაში დავრეკოთ. არა იმ კაცს არ იცნობ. Gideceğim. წავალ და მამას სახსალამად დავაბრუნებ. Götür beni. წამიყვანე. Deva. დევა, ასე არ შეიძლება. დევა, შეჩერდი. იფეკ პოლიციაში წავიდეთ, გთხოვ გამომყევი. ხომ გაიგონე უარზეა. რა ხდება? Deva. დევა, Deva. დევა, Deva in arabadan. დევა, მოიცადე. ნუ წახვალ. დევა. ინებეთ, ბედნიერებას გისურვებთ. Teşekkür ederim. გმადლობთ. გილოცავთ. გილოცავთ. ტრადიციისამებრ ბეჭდებს მე გავუკეთებ. ჩემს დას ვერავინ აწყენინებს. ქორწინება წმინდა. ორივე მხარემ ერთმანეთს პატივი უნდა სცეთ. პირველი წესი ერთგულებაა, მეორე პატივისცემა. ეს ორი თუ იარსებებს, სიყვარულიც იარსებებს. გულენდამის თავი უფალმა მემანდო, ის ჩემი თვალისჩინია. მისთვის თვალი არ მომიშორებია. ახლა მისი გაბედნიერების დრო დადგა და ბუდიდან გაფრინდა. მის საყვარელ ადამიანს ვაბარებ ადამიანს, რომლის თავიც უფალმა მემამდო. ვიცი, რომ ისიც თვალისჩინივით გაუფრთხილდება და გულს არ ადგენს. გილოცავთ. მუდამ ბედნიერი იყავი, ჩემო თვალისჩინო. ბედნიერი გამყოფოს უფალმა. გმადლობ ძმაო. ამ საღამოს სტამბულში წახვალთ. სახლი მზად არის. ცოტა დაისვენეთ. ერთმანეთს მიეჩვევით. კარგი ძმაო. დიდი მადლობა. გმადლობ.
ჩემს დას თვალიდან ერთი წრემლიც რომ გადმოუგორდეს სისხლს გარწყევინებ დაუკარით ამ საღამოს კარგად გაერთეთ შენ ადამიანი არ ხარ შენ მხეცი ხარ ეს კაცი ასეთ მდგომარეობაში რატომ არის უთხარი შეაშინეთ მეთქი ზედმეტი მოსვლიათ თქვენი გაკეთებული საქმე ვალს დღესვე გადამიხდი როცა მცემდნენ მაშინ გავიგე რომ ვალი მქონდა დროც კი არ მომეცი როგორი არასამართლიანი ადამიანი ხარ დიდი ოდენობით ვალი დამადე და როგორ გადავიხდი ნუ ღელავ ბებერო შენთან უკვე აღარაფერი მესაქმება ვალს შენი ქალიშვილი გადამიხდის ამ საქმეში ჩემს შვილებს ნუ გარევ ისინი არაფერ შუაში არიან
გემუდარები ჩემს ქალიშვილებს ახლოს არ გაეკარო. შენ რა ადამიანი ხარ? სინდისი არ გაქვს? სიბრალული არ შეგიძლია? ასეთი ბოროტი როგორ ხარ? ბოროტება დედა ჩემმა მასწავლა. ამას ნუიზამ. ჩემი ქალიშვილი უდანაშაულოა, რას გვერდში? შენი ქალიშვილი მოვა. რით ვერ მივედით? ჩემზე ბრაზობ არა? მთელი ეს წლები შენს ქალიშვილს უმფარველობდი, მას ვიცავდი. დევა არმაღანისგან არ განმისხვავებია. ახლა ფიქრობ, რომ მისი თავი შენს მტერს მივუგდა და ჩემზე ბრაზობ. მაგრამ იძულებული ვარ ასე მოვიქცე. მოწმე გახდები. იმ ხეთს სახელად გულჯემალ სიყვარულს ვასწავლი. ვასწავლი ადამიანი თავისი საყვარელი ადამიანის გამო რას არ დათმობს, უარს რაზე არ იტყვის. შენს ქალიშვილს, შენს დევას შეიყვარებს და გაიგებს რას ნიშნავს შენი შეყვარება. თავის ყველაზე დიდი მტრის ქალიშვილს შეიყვარებს. ისე შეიყვარებს, ისე ძლიერ ეყვარება. რომ დაიჯერებს მის გულში არსებულ იარებს დევას სიყვარული მოუშუშებს. დრო მოვა და აღმოაჩენს რომ მზად არის დევასთვის ყველაფერზე უარი თქვას. საკუთარ დედაზე, შვილზე, ქონებაზე, სიცოცხლეზე. მაშინ ჩემი დრო დადგება. იმ დღეს შენს ქალიშვილს zavართმებ. მასაც ისე გავამწარებ, როგორც მე გამამწარა. ცოცხლად დავმარხავ. ფიცავ. მამა სად არის? მობრძანდით. მამა ჩემი სად არის მეთქი? მას რა დაუშავეთ? მობრძანდით. გთხოვთ. აქ დაელოდეთ. უკაცრავად, მაგრამ რამდენ ხანს ველოდო? როგორი სახლია?
აქედან გამიყვანეთ. მამა, გამიყვანეთ. თაღლით იხარ გულჯემალ. მამა, დევა. დევა. მამა, მამა მიპასუხე. აქ ვარ. აქ ვარ დევა. მამა, დევა. დევა. მამა სათხარ. აქ ვარ. მამა, აქ ვარ. მოვედი მამა, აქ ვარ. აქ ვარ. აქ ვარ. მამა რა დაგიშავეს? აქედან გაიქეცი. მათ არ დაგინახონ, გაიქეცი. მამა, წადი შვილო, წადი. არ წავალ. შენ გარეშე არ საწავალ, მამა. რამეს ვიპოვი და საკეთს დავამტვრევ. ფრთხილად. ჩემს ქალიშვილს არ მიეკარო. წყეული მციღავ. წყეული მციღავ. მამა ჩემს რას ერჩოდი? ხანში შესული კაცია, მას რას ერჩოდი? მამა ჩემ არა დაგიშავა. სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გაქვს? მამა ჩემი გამოიყენე იმისთვის, რომ მე აქ მოგეყვანე. ავადმყოფი ხარ, შეშლილი. მამა შენს ჩემი ვალი აქვს, რომელსაც ვერ მიხდის. ვალი უნდა გადამიხადოს ან სიცოცხლით, ან ქონებით. რა ვალი, რას ამბობ? გამიშვი. ბალს გადავიხდით. ვალის დაფარვის ვადა დღეს ამოიწურა. ვალს ფულით ვეღარ გადაიხდით. რას უპირებ? მამა ჩემს მოგლავ? ქონებით ვერ გადამიხდის, აქედან გამომდინარე, სიცოცხლით მოუწევს გადახდა. შენ გიჟი ხარ. მამა ჩემი გაათავისუფლე. გავათავისუფლებ, ოღონდ ერთი პირობით. არ მკითხავ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ რას ითხოვო? არა. არა დევა, არ დათანხმდე. რა გინდა? შენს თავს ვითხოვ. უფლებას მოგცემ, რომ მამა შენის ნაცვლად აქ შენ დარჩე. რა თქმა უნდა, თუ დამიჩოქებ და შემეხვეწები. არა დევა. ეგ არ გააკეთო. არა დევა. თანახმა ვარ. ამას ნუ იზამდება. თანახმა ვარ, მეთქი არ გესმის? არ დაგიჩოქია და არ შემხვეწები ხარ. ამას თხოვნად ვერ ჩავთვლი. ამას ნუ იზამ. გემუდარები. მამა ჩემი გაათავისუფლე. კარგი, კარგი. მამა შენს გავათავისუფლებ. ხელი გამიშვი. გაფრთხილებ, არ შემეხო. სარი. ჰალილ იბრაჰიმ ბეი გაათავისუფლეთ. შვილო. მამა, ნუ გეშინია შვილო. აქ არ დაგტოვებ, ნუ გეშინია. საავადმყოფოში წაგიყვან. ხელი გამიშვი. არ დავიჯერე, რასაც შენ შესახებ ამბობდნენ. მართლა გველი ყოფილხარ. წამოდით ჰალილ ბეი. გამიშვით. მამა, გამიშვით. იმის უფლება მომეცით, რომ ქალიშვილიც თან წავიყვანო. გონი აქ დიდხანს გამომკედავ? კანონი არსებობს.
აქ ჩემი კანონები მოქმედებს. ჯობს მოუკვდე ვიდრე შენ ხელი ჩამოგართვა. ტელეფონი მომეცი. ადამიანი გაიდაცე. ცოტა ხნის წინ მევედრებოდი. იძულებული გავხდი. ადრე თუ გვიან მაინც გამიშვებ. გაინტერესებს როდის გაგიშვებ? როდესაც მოვკვდები. მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში თუ გაგათავისუფლებ. ოდა გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ. ვეფაბეი, ერთი წუთით, აქეთ მოდი. კმაყოფილი ხართ? თქვენი სურვილი ხომ შევასრულე? ოფიციალურად ხომ დავქორწინდით? ტელეფონი მქონდა, შენ თუ გაქვს იქნებ დამიბრუნო. ეს რა არის? შენი ახალი ტელეფონი. ასევე ახალი ნომერი. წარსულთან დაკავშირებით ყველაფერი ამაღამ დამარხე. შენი ახალი ცხოვრება იქ დგას. ეს არასოდეს დაივიწყო. საკმარისი ამდენი მუქარა მინიშნებები. უკან დამიბრუნეთ ის, რაც მე მეკუთვნის, გასაგებია? იმის უფლება მაინც მომეცით, რომ შეტყობინება გავაგზავნო. გავაგზავნი და შემდეგ თუ გინდა გატეხე, თუ გინდა ნაგავში გადააგდე, რაც გინდა ის გააკეთე, გთხოვ, ამის უფლება მომეცი. მხოლოდ ერთი შეტყობინება. გითხარი, მხოლოდ ერთ შეტყობინებას გავაგზავნი მეთქი. კარგი, კარგი. კიდევ ერთხელ გაგოცებ. რა ტკბილი ხარ. ამას თავზე დაგიმაგრებ. გულენდამ. დაგაგვიანდებათ. იჩქარეთ. ჩემს ძმას დაველოდოთ. ისე არ წავალ, სანამ მას არ დავიმშვიდობები. არა, არ მოვა დამიბარა, არ დამელოდონო. მართლა? მიდით. ნახონდის. ძმა გულჯემალმა გადმოგცა, მის კარზე თუ პოლიცია მივა, შენს ქალიშვილს ვეღარასოდეს ნახავ. აქაურობას ახლა ვემოშორდი. მოიცადეთ. კარი გააღეთ, გააღეთ. ჩემი ქალიშვილი გაათავისუფლეთ. გულჯემალ, ჩემი ქალიშვილი გაათავისუფლე. მერთო ეს კოშმარია. ეს რეალობაა თუ კოშმარი? შეუძლებელია რეალობა იყოს. ეს ყველაფერი დაუჯერებელია. დევა. დევა. მამა. მამა. მამა ჩემი არ წასულა. არ დამტოვა. მამა. ნუ გეშინია შვილო. მარტო არ დაგტოვებ. აქედან ფეხს არ მოვიცვლი. არ მეშინია, მამიკო. არ მეშინია. შენ საავადმყოფოში წადი, გთხოვ. წადი. ვინ რეკავს? ჩემი საქმრო არა? ყველა მე მეძებს. გესმის ჯემალბეი? დევა, ბოდიშ გიხდი რომ შუა გზაში მიგატოვე, მაგრამ არ შემიძლია, ცოლად ვერ მოგიყვან. მაპატიე.